ამოცანა 1.27. პირველი. 720-ით დაყავით შემდეგი სამი რიცხვის პროპორციულ ნაწილებად: 5-ის, 4-ის და 3-ის. 720 რო დავყოთ სამი რიცხვის პროპორციულ ნაწილებად, ანუ პირველი რიცხვი 5-ის პროპორციული უნდა იყოს, მეორე რიცხვი 4-ის, მესამე 3-ის. ანუ პირდაპირ შეგვიძლია პირველს 5x მივუწეროთ, მეორეს 4x, მესამეს 3x. ამ სამი რიცხვის ჯამმა უნდა მოგცეს 720. 5x + 4x + 3x უნდა უდრიდეს 720, 12x უდრის 720, x უდრის 720 გაყოფილი 12-ზე, x უდრის 60. x როცა ვიპოვით, პირველი რიცხვის გასაგებად 5 უნდა გავამრავლოთ 60-ზე, მეორე რიცხვის გასაგებად 4 უნდა გავამრავლოთ 60-ზე, რაც არის 240, მესამე რიცხვის გასაგებად 3 უნდა გავამრავლოთ 60-ზე და არის 180. ანუ პირველი რიცხვი 300, მეორე 240, მესამე 180. გადავიდეთ მეორეზე. 3630 დაყავით შემდეგი სამი რიცხვის პროპორციულ ნაწილებად: 0.6, 1-ის და 0.4-ის. აქაც პირდაპირ შეგვიძლია მივუწეროთ x-ები: 0.6x, 1x და 0.4x. ამ სამი რიცხვის ჯამმა უნდა მოგცეს 3630, 0.6x + x + 0.4x უდრის 3630, 2x უდრის 3630, x უდრის 3630 გაყოფილი 2-ზე, x უდრის 1815. პირველი რიცხვის გასაგებად 1815 უნდა გავამრავლოთ 0.6-ზე და არის 1099, მეორე რიცხვი პირდაპირ 1x-ით გვაქვს აღნიშნული, ანუ 1815-ია, მესამე რიცხვი 1815 უნდა გავამრავლოთ 0.4-ზე, რაც არის 726. ანუ პასუხია პირველი 1099, მეორე 1815, მესამე 726. გადავიდეთ მესამეზე. 880-ით დაყავით შემდეგი სამი რიცხვის პროპორციულ ნაწილებად: 5/13, 11/6 და 13/12. აქაც პირდაპირ შეგვიძლია მივუწეროთ x-ები, მაგრამ ჯობია რომ წილადები მოვიცილოთ და მთელ რიცხვებთან ვიმუშაოთ. ამიტომ შეგვიძლია ეს რიცხვები გავამრავლოთ ერთი და იგივე რიცხვზე. ანუ ყველა რიცხვი გავამრავლოთ ერთი და იგივე რიცხვზე. ეს რიცხვი თუ იქნება უმცირესი საერთო ჯერადი ამ 3-ის, 6-ის და 12-ის, მივიღებთ მთელ რიცხვებს. ანუ 5/13 რო გავამრავლოთ 12-ზე მივიღებთ 20 და მივუწეროთ x-ი, 20x იქნება, 11/6-ის მაგივრად 11/6 გამრავლებული 12-ზე არის 22, 13/12 გამრავლებული 12-ზე არის 13. ანუ 5/13-ის 11/6 და 13/12-ის პროპორციული ნაწილების მაგივრად ვიპოვით 20-ის, 22-ის და 13-ის პროპორციულ ნაწილებს და ზუსტად იგივე იქნება. დავიწყოთ, ანუ ეს შევკრიბოთ ეს სამი რიცხვი და გავუტოლოთ 880, 20x + 22x + 13x უდრის 880, 55x უდრის 880, x უდრის 880 გაყოფილი 55-ზე, x უდრის 16. პირველი რიცხვის გასაგებად 20 უნდა გავამრავლოთ 16-ზე არის 320, მეორე რიცხვის გასაგებად 22 უნდა გავამრავლოთ 16-ზე არის 352, მესამე რიცხვის გასაგებად 13 უნდა გავამრავლოთ 16-ზე არის 208. ანუ პირველი რიცხვი არის 320, მეორე 352, მესამე 208. დაგვრჩა მეოთხე ნომერი. მეოთხეში რას გვეკითხებიან? 432 უნდა დავყოთ შემდეგი 4 რიცხვის პროპორციულ ნაწილებად: 0.6, 1, 0.8 და 3. ანუ პირდაპირ აქაც შეგვიძლია x-ები მივუწეროთ და დავიწყოთ მუშაობა, ან ერთი და იგივე რიცხვზე გავამრავლოთ და მივიღოთ მთელი რიცხვები. ეს ერთი და იგივე რიცხვი თუ მოვიფიქრეთ არის 5, 0.6 რო 5-ზე გავამრავლოთ იქნება 3, 1 რო გავამრავლოთ 5-ზე არის 5, 0.8 რო 5-ზე გავამრავლოთ 4, 3 რო გავამრავლოთ 5-ზე არის 15. ანუ 0.6-ის, 1-ის, 0.8-ის და 3-ის მაგივრად დავყოთ 3-ის, 5-ის, 4-ის და 15-ის პროპორციული ნაწილებად და მივიღებთ იგივე ამ პროპორციულ დაყოფად. დავიწყოთ, ანუ მოცემული რიცხვებს x-ები მივუწერეთ და შევკრიბეთ.
და გავუტოლეთ 432-ს. 3x + 5x + 4x + 15x უდრის 432-ს, აქედან 27x უდრის 432-ს, x უდრის 432 გაყოფილი 27-ზე, x მივიღეთ 16. პირველი რიცხვის გასაგებად 3 უნდა გავუმრავლოთ 16-ზე და არის 48, მეორე რიცხვის გასაგებად 5 უნდა გავუმრავლოთ 16-ზე და არის 80, მესამე რიცხვის გასაგებად 4 უნდა გავუმრავლოთ 16-ზე და არის 64, მეოთხე რიცხვის გასაგებად 15 უნდა გავუმრავლოთ 16-ზე და არის 240. ანუ პასუხია 48, 80, 64 და 240.